YouTube სიცოცხლე დღეს ვისაუბრებთ იმ ფაქტზე, დავკარგოთ თუ არა დრო ალისას საოცრებათა ქვეყნის მიღმაში ყურებაში. მოკლედ მესამე სეზონი გამოვიდა ცოტა ხნის წინ. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირატულ საიტებზე, Netflix-იც დევს. რა განსხვავება ეხლა? პირველ რიგში სად უყურებთ? ორივეგან უყურე, კი ავიღეს ეს ხი და Netflix-ის დავითრიე. ხო და ვიტყვევით მაგასთან ერთად უყურე, იმას ქონდა Netflix-ი ნაყიდი. მოკლედ რაში ეხლა განსხვავება? ჩვეულებრივ პირატულ საიტზე პლუსი ის აქვს, რომ არის უფასოდ, ჩაიწერს და უყურებ. ხოლო Netflix-ი არის 4K-ში და თან აქვს HDR-ი. ნუ რას ნიშნავს ახლა ეს? რაღაც პონჩი რაღაც უკეთეს ფერებში აჩვენებს რა. ნუ განსხვავება იყო მე რაც ნახე, მაგრამ ძალიან ძვირი არის Netflix-ი. ასე რომ პირატულ საიტებზე ყურება არის უმარტივესი, ან ტორრენტის ჩაწერა. და სრულიად უფასოდ შეგვიძლია უყუროთ ამ დებილობას. ნუ პირველ რიგში იმისგან შეგვიძლია რომ პირველ ნაწილში სპოილერების გარეშე გეტყვით რაზე არის ეს ყველაფერი, ხოლო მეორე ნაწილში გულწრფელად ვისაუბროთ ღირს თუ არა ყურება. პირველი ნაწილი სპოილერების გარეშე უყურეთ. ძალიან კარგია. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. რა ხდება ახლა? როგორც გავიგეთ, ტოკიოს დაეცა მეტეორი და სახე გაეძრო ყველაფერს. ნუ ტოკიოს არა, რაღაც სხვა ქალაქია, მაგრამ იაპონიას რა. აზიას დაეცა მეტეორი მოკლედ. ხო და თემა ის არის, რომ ესენი გადადიან სხვადასხვა ადგილებში, სადაც უწევთ ამ თამაშების თამაში. აი Squid Game, ხო ვიცით ყველამ, Squid Game-ის პონტი არის. ოღონდ უფრო და ბევრად რთული თამაშები არის, უფრო სასიკვდილო, უფრო ლოგიკური და უფრო რთული. ეს არის უკვე მესამე და ფინალური სეზონი. ვისაც არ გაქვთ ნანახი, უყურეთ პირველ ორ სეზონს. ძალიან კარგი არის. რაღაც პონჩი გაწელილი არის, როგორც ყველა სერიალი, მაგრამ ყველა სერიალი ეგრე არ არის. რაღაც პონჩი ხო ყველაფერი გაწერილი. გაწერილი კი არა და გაწერილი. ხო და ესეც არის ოდნავ უაზრო დიალოგებით დატვირთული. თუმცა საერთო ჯამში იმდენად მაგარია და სახალისო საყურებელი, ასე რომ გაგისტორდებათ. მეგობრებთან ერთად მარტო. რავი, ძალიან კარგი საყურებელია. მესამე სეზონს რაც შეეხება, წინა ორ სეზონს შედარებით ცოტა სუსტი არის, იმიტომ რომ პირველი სერია ძალიან მოსაწყენია, უნდა გადავახო როგორმე პირველი სერია, იმიტომ რომ ძირითადად დიალოგებია, რაც ძალიან მარტივად შეძლოთ ეთქვათ 60 წინადადებაში და მე იწყება თამაში. ნუ მთავარი გმირები ისევ გადადიან ამ სამყაროში, სადაც სახე ეძრობა ყველაფერს რატომღაც და თამაშობენ გადარჩენისთვის. მთავარი პერსონაჟი, რომელიც არის ჩვეულებრივი, მოკლედ მთავარი პერსონაჟი კი არა, ეს ქალი არის მთავარი პერსონაჟის შეყვარებული. მესამე სეზონში უკვე ცოლები და ქმრები არიან ეს ორნი. შესაბამისად, არ ვიცი, ამ გოგოს რა უნდა ვერ გავიგე რა. კაროჩე, მამამისი და ეს იზმრა, რომელიც დაბრედილია და მამამის მიყვება სადღაც. ვიცი სტიმა რომ დაბრედილია, მაგრამ მაინც მიყვება. ხო და თავი პერსონაჟი კიდე ამის დასახმარებლად მიდის, რა თქმა უნდა, ამის გადასარჩენად. ხო, ლოგიკურია. მეუღლე გინდა არ გინდა უნდა გადარჩი. ხო და ამჟი რა უნდა მოგოს ვერ მივხვდი, აი 3 სეზონია ვუყურებ და ვერ მივხვდი რა უნდა. და მთავარი პერსონაჟი, რომელიც რატომაც ძალიან ჭკვიანია, მე მიდის ამ ადგილას, ამ ბორდერლენდში, რომ გადარჩინოს თავის მეუღლე. თელი თემა მესამე სეზონის ეს არის. მორჩა, დასრულდა. მესამე სეზონი იმით განსხვავდება მეგობრებო წინა ორი სეზონისგან, რომ აქ უკვე ვიცით რა ხდება. ანუ ტიპი რო იბრიდება და რამდენიმე წამი რო აქ სანამ გული ბოლომდე გაუჩერდება, იჩითება მაგ სამყაროში. ხო და როცა გაიჩითება რაღაც თამაშებს თამაშობს. ეს არის მთელი ამ 3 სეზონის და ალისა in Borderland-ის იდეა. აუ რთულია პროსტა ჯდომა და ფილმის განხილვა. ისე რაღაც დებილობები ხო არ ვაგეთ. ხო და ეს თავი პერსონაჟი რო გადავა ამ სამყაროში, ძალიან ჭკვიანია, ყველაფერს სახეს აძლევს და ერთ-ერთ მომენტში აი აურა ფარმინგით არის მარტო დაკავებული. ყველა რო კვდება და ვერავინ ვერ ხვდება ამ თამაშს როგორ გადაურჩნენ, ეს ტიპი პროსტა დგას და იმენა მაგარი კაცია მაგ მომენტში რა. შევაჯამოთ, არ ვიცი რა უნდა შევაჯამოთ, არაფერზე არ მისაუბრია, პროსტა რენდომად რაღაც წინადადებები ვისროლე, მაგრამ შეჯამების სახით ვიტყვი გარიბანძო. შეჯამების სახით გირჩევთ ამის ყურებას, მე პირადად მაგრა დამისწორდა, ოღონდ ორჯერ ვუყურე რა. ერთხელ პროსტა თამაშებს ვუყურე, გადავახვიე დიალოგებზე და ფინალში მე რა მოხდა ვერაფერი ვერ გავიგე და მეორეჯერ უკვე მთლიანად ვუყურე. და მაგრა დამისწორდა. ხო და გასართობი რაღაცა არის და არანაირი სოფხედულობას არ შეიცვლით ეს. პროსტა აი უყურებ და გაერთობი რა, მაგარი იყო, გაგისწორდება. ხო, კიდე რა რჩევას მოგცემთ. როცა უყურებთ, მეორე სეზონში არის რაღაც თამაშები რა, რომელიც არის ლოგიკური კითხვები. ხო და მე რივი გაიფე ახლა და თქვენს ალბათ გაგისწორდებათ. ყოველი კითხვის დასმის მერე ვაპაუზებდი და ჯერ ვამოღამებდი მე თუ ამოვჭრი კი არა და გადავჭრი მაგ პრობლემას. ხო და ვერც ერთ კითხვაზე სწორი პასუხი ვერ გავეცი და მე ალბათ ძალიან მარტივად დავიბრიდებოდი ამ სამყაროში. და თქვენც აი რო უყურებთ, სანამ ყურებას დაიწყეთ უფრო სწორად. დაამუღამეთ ეს თამაშები, თქვენ თუ გადარჩებოდით რა. მე პირადად პირველივე კითხვაზე ვიბრიგებოდი. ხო და უყურეთ, გაგისწორდებათ 10-დან ამ სერიალს დაუწერდით რამდენს დაუწერდი? ჭოშე როგორ ვერ ხვდები მე როგორ ვაფასებთ ხოლმე 10 ბალიანი სისტემით, ანუ 5-ის ზემოთ კარგი არის ესე იგი, ხო? 5-ის ზემოთ კარგი არის,
7 არის საშუალო, 7 საშუალო გამოდის. 5 არ არის საშუალო აშკარად. მათემატიკურად 5 არის საშუალო, მაგრამ შეფასების ემოციურობის მიხედვით 5 აშკარად არა გამოდის საშუალო შეფასება. 7.5 გამოდის საშუალო. მე რახან მაგრა ვიკაიფე, მოდი 8.5-ს დავუწერ რა. რაც თორე Squid Game ჯობია. ის Squid Game არის სრული სისულელე. არა, სისულელე არ არის ხო ვაჯარო, მაგრამ მესამე სეზონი იყო რა ვიცი, მაგრამ გაგისწორდა ფილმს. მე არ გამისწორა, ვაშე იქაც უნდა განვიღო რა. რატო არ უნდა გაგისწორდეს Squid Game-ის მესამე სეზონი. და მოკლედ ამ ვიდეოს ეხლა საზუბაზრობ, მთავარი იდეა ის არის, რომ მე რაღაცას ვუყურებ, დროს დავკარგავ და ამის მერე გირჩევთ, რატომ უნდა უყუროთ და რატომ უნდა დაკარგოთ თქვენს დრო. ჩემი აზრით საინტერესო არის, ხო, ვიღაცა იტანჯება თქვენს გარ. ბიჭო, ვინ გაზაობს გარე? ვიღაცა იტანჯება და თქვენ ამით დროს რა ქვია იმ სიტყვას? ხარჯავთის სინონიმი რა არის? ზოგავთ, ხო? ზოგავთ თქვენ დროს.